Georgi, me brigadas midvar, eksperimentesi. Kariyerchi. Georgi, da karga puge, sheri khali sheri chirichina. Chirichina kiya marine kiya, marine. Megobaro. Kabarjova, salami. Ermetwit vin gheris ase saksiamona. Khadi trigina. Kina. Navdilat tu gida titsode. Marine Georgi Sassuli ferat. Marine? Zodisi. Madlovt. Თქვენ უკვე ერთხელ მომეთ. ბიჭიკო, არქიტექტორი ჩამოიყვანე? გამარჯობა, წიწინა, გამარჯობა. არქიტექტორი? ჩამოვიყვანე. ახალგაზრდა? კი, ხაც 60 წლის იქნება. ის. ბიჭიკო. აჰა, დაიცი. რა უქნია შეჩვენებულებს. წიწინა, სათხარებია. გაციტაკდა. ეს რა მოგიტანია? ამ ხეებზე ხეთი არის. აღარ უნდა გახსოვდეს, აღარ ცმა და აღარ ჭამა. რა არ მინდა. ჯერე ჟენიტირიმე. რა დროს დამიფრთხეთ ძერა. თქვენ რა ბარა ჩამოვაგდები? რა ვიცი მამა ჩემს მეხუთე წესროლე, მაგრამ მამას აკრიტიკებ შილო. შენ რა ბო კრიტიკა გვეხმარებაო? მერე? რატომ შენ არ მოგეხმარა? ბავშვი ხომ არ ეგონია შენით არა? კინგასავით რომ დაგტიხარ ხებზე და აგრებული გაქვს სოფელი. ერთი საქმე, კოლმეორნეობის სამკითხველო გაქვს მონდობილი და იცი დღე და ღამე გამოგეტილი. რა უნდა გელაპარაკო ამის შემდეგ რა? სულ ამ კრიტიკაში უდგეხა, ჩემ წიწინა, რასაც იბრძვა ამ ბავშვს. ბავშვია 19 წლის გოგო. ბავშვი? სულ ჩემ ბრალია დედაჩემო რომ ამას წიწინას ეძახია და ვიცი ნამდვილი სახელი მარინე სოფელმა დაივიწყა. დილიდან საღამომდე ჭრიჭინებს და გამოცდებისათვის ალბათ სულ არ ემზადებს. აბა დააკვდეს თუ? ახლა ლისავაგლიეთ იქ. ხო, დააფარე ხელზე დაწემო, დააფარე. ის გაგლია თბილისში წახვიდე და უნივერსიტეტში გამოცდები ამის მაგალითად შენ ჩააბარო. ნეტა იქით. ნუ გეშინია მამა ჩემო, ყველა საგნებს ხუთებზე ჩავაბარებ, ხუთებზე. აბადელი ისი ლოგი. აბადელი დელაშო ხუთებს დაგიწერე, ხუთებს. ხო, დედაჩემო. ეს ადილა თბილისიდან ჩამოსული არქიტექტორი ვიყოლებ. მარინე, დეიდელ პტესან ჩაივიდე, უთხარი ამოვიდეს. ლებია შენს მოეხმაროს. ბებია, მოდი ერთი კაცავი დავაჭერი. ხაკინა ბებია, კაცო მარი გეყოლება და კაცავი არ დაკლა. კაცნები დახოთოში სწორად ვერ მოგეხმარება. მე ახლა ბებია ევიდე სადაა. მე სამკითხოდოს უნდა გამოვიარო. ხო გაიგონი მამა ჩემო რა თქვა? სამკითხოდო დღე და ღამე გამოკეტილიაო. კარგი ბებია. აი გამარჯობა თქვენი. გამარჯობა ბიჭი. დიდი ხანია ურთით, თქვენ საწოდებო. კარგი ხანია ბიჭი. მე ვერ მოუსწია, ხო ხედავთ ამდენი მაგ გასარიგებელი. გადაეცი წიგინა. აბრელი და უანელი ვანელი.
შესაც უნდა დახვიდე. რა ვიცი, ვიღაც არქიტექტორი ჩამოვიდა და ბებია, მამამ თქვა, დღეს ჩვენსაც იქნება სადილად. ბებია, შემოგიწევა, უნდა დამეხმარობო. რატომ ერთხელ მაინც არ გავიტანეთ ჭრიჭინას და სამკითხველო საკითხი კონკავშირის კრებას? გიორგის დინატნენინებს. პირიქით, ის მოხარულიც იქნება ჭრიჭინას ჭკუას მოსწავლია. ქარის ჭკუის სწავლება ვის გაუძლო? ჭრიჭინა ქარი კი არა. დილის წელქის ციოა, რომელიც უცბად მოვარდება, ბუჩქებსა და ხეებს ჩაეკონება, ქოჩორს აუშვის და შენ ჩემოდნო მარტო მხატვარი კი არა, პოეტი ყოფილიყარ. ეხ, მე რომ პოეტი ვიყო. ალბათ ლექს მიუძღვნ ჭრიჭინას. რატომაც არა? იმის ფრანგ ხარ ხატა. ერთი ამას უყურე რა დაუხალავ. ეს არის შენი წელქის ციო. მომეცლეო. არა, ნო, ამ სულაც ვერ დაგანებებ. ამას კედლის გაზეთში მოვათავდებ. ეს მე უნდა მომასაცროთ კედლის გაზეთში. დიახ. კარგი. ძალიან მეგობრობა კი გამიწია. ნუ გეწყინება მარინე. ადამიანი ხანდახან ერთს ფიქრობს, მეორეს კი აკეთებს. მომასაცრეთ კედლის გაზეთში. მაგალითად, გასალე მაგიდა. უიდე და რამ ტრიანია? მაგნიტიკი. მალიტავა რაკიდან იმასაც ნახავთ, შენზე უკეთესი ვინგეყოლოთ. შეჯერა, სვიჩი მიდიხარ? არა, საჩი დავჯდები, აი. მე გავუწევს ზართა. აი როგორ გონი? ისე თუ იხედები ციგნში როგორც სამკითხო. რა ბეჯითი ვინმელყა? სარი მუსკეტერი რა თქო? მე მინდა კარალევა მარგო. კარალევა მარგო. მომეც კორკის დედა. მე კიდე წყნარი დონის მეორე წამი. აბა, ჩქარა, სამკითხო უნდა დავკეთვა. დაკეთე. ისედაც ძალიან ბევრს მუშაობ. შენ არ გესმი? Ragavate hochla stum. Gagetes lobio. Khali. Badrijan. Tiro. Lobio vakadros. Im ახალგაზრდა სტუმა. ახალგაზრდა? ხომიცით რომ ხანში შესულ ადამიანებს ხორციელებს, მუხლებში ძალასარქმევს, სკლეროზს იწვევს, ტვინს ასუსტებს, აბა შენი საზრით ჩვენ რა გამიჭირდა საქმე ამ ბებერი არქიტექტორი? ყოჩაკ შვილო, ყოჩაკ სტუმრის დახვედრაც ასეთი უნდა. გაიცანი, ეს დედაჩემი. ეს დედაჩემი კელპიდე გახლავთ. ეს კი ჩემი კალიშვილი, მარინი. დედა, ჩვენ ცოტა დაისვენ. შემდეგ ნახოთ როგორ გაგვიმასპინდება ჩემი კალიშვილი. მობრძანი. ბებია, ისეთი სუფრა უნდა გავშალოთ. ისეთი რომ ხაჭაპოჩი ბლომა ჩადები ყველი. ჩადებელი შენ გარდადი ბებია. ხოდა. ვიზილებს. ვიზიკო. უх, რა კარგი დროს მოხვედი. მოდი კაცმები დამაჯერინე. რომელს ვიბრძანებ? ერთი არის. კოჩორა? კოჩორა ჩემი გაზდია. ეგრეთ სუკანი ვარია. მეორე. ეს ხინკილა. კარგად შეგითვალიერებია. ის ხინკილა. ეს მოხუცი არქიტექტორი. შენზე უკეთესად.
კაი გამარჯობა, დებეშა. კირილე, ცუდი ამბავი, ხომ არა ხედი? მეც ცუდი ამბავი. გამოჩნდები იწყება 1 აგვისტოს. ველოდებით მარინე. კოსმის. ნატო და ირაკლი. ფედიკო კიდევ ერთი კვირა და ფინიში მივემგზავრები. მართლაც ამბობებია? რა იყო ბებია, რამ შეგაწუხა? როგორ თუ რამ? ეს მაინც 5-ის სადგისტუმრე. ომში რომ არის დობრებ დეიდე პროცესია რა მოხდა ასე ამბობენ პატარა აქვს 100 თვალი აქვს. ისილოკი. იჭიკუ ამბობდა. თბილისში მანკანერი ხა ქათმერი ისყრება. მე ადამი ფაროს ვიმყავს ამის მეკო. რა გძანებ ბიჭი მიხუმრა ალბათ. დედიკო. დედიკო, ჟენი წირე მოშელი. მოდი ახლა მე და შენ ერთი ძველებური სიმღერა ვიმღეროთ. მე მღერება ახლა მე. ხო დეიდე პროცესია იმღერე პროციდე. შენ როგორი 25 წლის გონია ჩემი თავი. შეიძლება გადაწყვეტილი აქვს დაიწყოს აი ამ სკოლის გვერდით. ჩემი საზრით კულტურის სასახლე უნდა აშენდეს გამგეობის სახლის მართ. აი ამ თავისუფალ ფართობზე. უნივერმაღი კი აი აქ. აი ამ გზის ნაპირას. როდესაც მოედნის ცენტრში დაიდგმება ლენინის მონუმენტი, მაშინ თქვენი საზრით მოედანი მიიღებს არქიტექტურული ანსამბლის მთლიან სახეს, რა? დიახ. მარინე. გამარჯობა. მამაჩემი არ გინახა? მამაჩემი გამგეობაში. მართლა? აბა გადიქე. სად გადიხარ, რიძინი? მოდი მარინეს ჩაისკრეფაში უშვა. რომ არ მიცალია, კომიტეტ გამოცდების ამზადების არამ. იმეცადინე. აგრონომი უნდა გახდე, აგრონომი. აბა. იქედი მამაჩემი გამგეობაშია? მამაჩემი და არქიტექტორი ფერმაში წარიგენ გიგია. ფერმაში? ხო. რა სურნელება? სკილასთან მიდიხარ? რა თბილისიდან ჩამოვედი არ მინახავ. მიდიქ მოვიდა, წავიდე. გამარჯობა.
კაცებს საქმე მოუტანე. შეასა და იქ არის ფერმაში. იმ ახალგაზრდებს უშელაპარაკე. ისე კი ძალიან გაუძედა საუბარი. დაიცავით ჰიგიენური წესები. ხალი თავის დროს. ესადაც ვიტამინური საკვები ყოველდღე მისცა. ვიცით? დავარდიბოთ კრიალა. მადლობა. როგორ მოგვანატრეთ თავი? რახანია ჩვენს ფერვაში არ შემოგინახებია. გავიგე უჩემოთ ძალიან მოგიწყენია და აბა. ჩემი ცრემლის მდინარე აგიგდა. იმ დინარეს გაუფრთხილი ეს კაცი არ მოგწაწო. ვინ? ვინ და ყოველდღე რო ტრიალებს შენს ფერმაში? რომელი ეს ექიმი? რატვინი იმუქება? იცოდი რატო? ამ ხულათიტილებში გარეული ალბათ ტრენად მოეჩვენე. არის შენი შანისკარტების ამბავი თუ არა? ვისის ტრედი ვარ და ვისი? ყვავი. ხომარგიდე მართლა არ გაყავო. საკეთე და გჭირდება ოჯახში თუ ელით იღებ ნაკვეთს ხავს ელით. ხესენას უნდა დაედოს ის ნაკვეთს ხარ. შემოვარდება ჩვენს ფერმაში და ჩემი ქაფნებია და დამაჭიობე. ვარ დამნაშავე? შაქარით როდება შაქარით. არამდის შემოვიცდები ხოლმე. უბრალოდ ხელს არ არის საბჭო მოვაკრებინე. ფასელგული მიყავი. ვიქნები. სიცოცხლე რა იმერტანაკარე. რა გივიდე, ის ხუბო. რა მაგასაც აჩუბარი. მაგ ბენზინის სახელდებოდა. ერთი ბოთლი მაგრამ გადაიწყო. თავზე ერთი ბოთლი. და ერთი ბენზინის სახელდებოდა ზედაპირ. ჩემთან გადაედინა, ჩემთან. ერთად გადაეკიდე ეს მაგა. არა, საქმე მოხდია? ეგეც ხო რა? რა მოგივიდეთ, რა ამბავი? კრიალა მამაშები არ გინახარ. მამაშენ და არქიტექტურის სოფელში და. სოფელში და მე იგი მანე დაბრუნდები. ახლა მოდი რა ვაჩერებ და. მიბრძანდა, თორე შენ მამა გნული სურნელება თავი დამახვია. მე ბიჭიკო არ ვიყო. ბიჭიკო, თუ ფეხი დავდგარ, ჰა? მოდი, კაბა მოგადო. სადიყაა, ზებია? რამდენი ხანია აგრაფინა გელოდე? აგრაფინა, ისეთი კაბა უნდა სიმკერო, ისეთი რა? სტომარი მუშაობს. აკარი, რამდენი ხანია მოვიდა? მე კი სულელმა მთელი სოფელი შემოვიდა. რა, ბებია, სტომასეზე? არა, ბებია, ბიბიკოს ნახონ მინდოდა. აგრაფინა, იცოდე კაბა არ დამიბიანო. პირას მოდი, გენაცვალე და მზად იქნებ, კარგი. მარინე თქვენ მოკალით რა? შვილო რა მოხდა ბებია? მარინე ზერა მოკლა. მართლა ბებია? შიგუში მოაყვება. შიგუში?
გასწრება რა. დილით გნახეთ მუშაობ. აბიჭი. საღამოს ხანი. ხელი პლანტაცია დაისწავლა კიდევ მუშაობ. პირდაპირ მიგვიხ როგორ შეგიძლია ამდენი მუშაობა. დილით გნახე გარბოდი. შუადღეს გამორბოდი. საღამოს პირია და ისევ დარბიხა. პირდაპირ როგორ შეგიძლია ამდენი სირბილია? რამთენი? სიმართლეს მოგახსენე. შენ გონია მე არ მინდა მუშაობა. მე და მუშაობას გული ვერ დაუდები. მარინე. არ შემიძლია მიწესთან გიბას გაჩერება. პირველად მე წასი ვიყარ. მე თავს დავადანე. მუშაობა შევეცვიდე შრომა ჩვეულებად გადამექცე. მე ალბათ ვერასოდეს ვერ შევძლებ. ეს ადგილზე გაჩერებას და მუშაობას. შენ ასე ფიქრობ? მე გიმგონია მალე ისე გამოიცვლები რომ შენ თვითონ ვერ იცნობ შენს თავს. თვითონ ინსტიტუტი გარდამქმნი? არა მარტო ინსტიტუტი. თვითონ ცხოვრება გარდაქმნი. კი. მარინე, მიტიკა. კრიალა. მიტიკა. გამარჯობა გოგოებო. კრიალა, მარინე, ხომ თბილისში მიდ. ხომ მიდიხარ? ხომ კარგად მოამზადე? აბა, არ შეგვარცხინა ისედე. აბა შენ. მარინე, ხარა უცილებ გამომიარე. ნახანდი. კაი გამარჯობა, ორივე მარინებს, კაი გამარჯობა. გამარჯობა დიდი კირილე. გამარჯობა. აღარ თხოვდებით, მოგოებო. რატომ ჩქარობ ასე ჩვენ გათხოვებას დიდი კირილე? იმიტომ ბიძია რომ ერთ-ერთმა უნდა გამოიცვალოს გვარი. მოვა თუ არა წერილი მარინე ფერაძის სახელზე, გამიჩნდება თავსატეხი. იცი რატომ? შენ რა გიცი ბიძია რა? წერილი მეტი არ გაწუხე. მე კი ამბო ხუთმა უნდა ვარკვიო ვისია წერილი. ორივე მარინე, ორივე გიორგი სასული, ორივე ფერაძე. მიგეშენია დიდი კირილე. მალე მარინე გმირისწოდებას მიიღეთ და თავსატეხი არაფერი გვექნება. ისეთ კარგი რაგება. აგერ ხართ ორივე და თვითონ იმტრიეთ ამ წერილზე თავი. ძირფასო მარინე, პირადად თქმა ვერ გავდე, წერილით მინდა გაგიმხილოთ ჩემი გრძნობა. ეს შენი წერილია მარინე, ჩემი? აი ხომ ხედავ ბიძიებო, რა გაუგებრობა შეიძლება მოხდეს? როცა მისამართი გაურკვეველია. გათხოვდით გოგოებო, გათხოვდით. Sadacığım gulsabne. Sapışkada da gibi. Sapışkada da gibi. Beni aharım onu dedi. Çıkar. გამარჯობა დედიებო, გამარჯობა. Biçiko, გამარჯობა. ბიჭო, მადარებეზე გვამიანდება. Biçiko, წელი ალამ რო გნახოს, ასე გამშვენიერებული თქვა დაკარგა. რა ხა? მერე? რა კარგეთ, ისეთი ძელი პოლმეუნება რომ გამოსუხარ, დადებრა. გულსაბნები დავკარგე, ბიჭიკო, გულსაბნები. არის თალიანი? აბა, დედაში მისახსოვ. აი! არა, ფიში არ მეშინია. როგორ ხარ? რა მარია? გულსაბნებს ვეძებ, მამა, გულსაბნებს. დაბროში გადაგარდა, დაბროში. თავი რატომ არ დაკარგა? თავი არ დამიკარგა. თავი ადგილზე მაქვს, მამა. ზედგეთყობა შენი სიკეთე. რა ხანია დამორიალობდი, ერთი ჩემოდანი ვერ ჩაგილაგები. ყველაფერი მზად მაქვს, მამა. აბა, ტანჯაცმელი, წიგნები. გულსაბნები დამეკარგა, თორემ გულზე რატომ არ დაიხედე? გულზე. ой, აგერ არ მქონია. იპოვე რა? დიჟანდენი ძერმი საგანძალა გამომესხალა. მეტიც გეკუთვნით, მეტიც. ესეთი ციდა გოგო, ორივე თითის არის გატრიალებს. ხანახეთ ხარიჩი. არა შვილო, არა, შენგან არაფერი არ გამოგარებს. მოყევი ახლა საყვედურს. უნდა ჩამწარო ბავშვს საყულიას წასვლა. შენ თუ არ გამოიესარცლე დედაჩემო ისე როგორ შეიძლება? რომ მთელი დღეა ამოდენა ქალს.
ჭკუას ვასწავლი, ვარიგებ, მაგრამ რა? შეაყარე გადაც წარცვი. მიგეშინი, მაღაჩები. რაც მითხარი, ყველაფერი ზეპირად. კი, შვილო, კი. არ გჯერა? ყურიდან. კარგად ვისწავლ. ვიანა, ვიყო. ბიძერაკის და ბიჭოლა ნატოს ყველაფერი გავუგოთ. წერილები ხშირად მოვიწერო. ჩვენი კოლმეურნეობა არ დავივიწყო. კიდევ რა? ნუ მაგინდა. ადამიანი რომით ხდება ცნობილი და არა უსაქმურობი. ახლა შეაყარე კიდევ ცერცი? ხა? ხედავ. კარგად აგიმახსოვრები. რატომ ჯავრო? იო ჯავრო? რატომ ჯავრო? არა ნამდვილად ჯავრო. გაიცინე, ეხლა გაიცინე, თორემ აქედან ერთად არ მოვა. გაიცინე. შენთან სერიოზული ლაპარაკი ყოველდღე შეუძლებელია. რომ შემიცი შვილო, ოჯახი არ შემიცვი. როგორც კი გამოცდები ჩაბარო, ებეშით მაცნობე. ეს კოლეს დაგჭირდება. ოღონდ შეიცავდა შვილო და ყურადღებას შვილო, აქედან არ მოგა. გაჩვენეთ ახლა, ეყოფათ. ბიჭიკო, იყიდი თუ არ მანქანას, ინტერესდა მომდიას აიგიან. სკოლაში ყალბები არ ზაში არ გამჩივდე. ბიჭიკო, ქუჩაში მარტო აგო. მატარებელში. ხანჯერადი გადასწრო. ირაკლის და მისწოს მოკითხა. ხარი. ისინი მინახულონე. აბა, ერთი აქედდა მენახე ჩემო მარინე. მართად ქვეყნის თვალი გამხდარა. ჩემო ჭიჭინა, როგორ გაძილა. მოგზად. ბიჭონა, ეს თქვენ დედიამ გამოგიგდანა. მადლობა. ეს თქვენ დიდი ერაკი. დედი ელკიტემ გამოგიგდანა და შემოგითვალათ სიკვდილის წინ ერთხელ ნახოსო. რა დროს სიკვდილია? შემოდგომაზე მოვინახულებ. დიდი ერაკი, ამაში ჩხაბერია. მამამ გამოგიგდანა. ეს ბიჭიკოა. ჩვენი კოლმეურნეობის წაბედა უნდა იყიდოს. აბა, ბიჭინა, მოგიყვებით თქვენი სოფლის ამბები? ჩემი გიორგი როგორ არის, ა? კარგად. მადლობა. რა ამბებია თქვენთან კოლმეურნეობაში? წელს ბევრი წაი მოკრიფი არა? ჩაი ბევრი. ბიჭერაკი, მამამ შემოგითვალათ ისაო, პროექტის საქმე როგორ მიგიშა? პროექტი კეთდება. თინა, დაურეკე არქიტექტორ ნამორაძეს, რომ პირველი საათისათვის ინსტიტუტში მოვიდეს პროექტის ნახაზები. კარგი, მამა. მისმენთ? გამარჯობა. ჩვენთან არის ახალი? ჩვენს ბინაში ამ დილით მომღერალი ჩიტი შემოფრინდა. ვინ არის? არ გეტყვი. მოგზანდით და გაიცანი. ინსტიტუტში მისვლა არ დაგავით. აფრინდა, კორია ფრინდა, რაგლი ჩაიგადირამ, ზეთამდე ზადედალსა. ჩათა! აღა, ჩაიბარე შენი ფიტო. ლევან, მოიტანე? აი, მეგობრობას ასეთი უნდა. შეხედე რა კარგად გაუკეთებია? დედა, ხომ კარგი დერა? ჯერასი კარგი ჯერ არ გამიგონია. სალამ დედა თამა. კაკაბ, ხო, არც იმიკიდებს. ერთი ამიცენი რა სილამაზეა წერაში. მიპასუხე ერთი. მოასურებ?
შენ რა იცი, ლევან? შენ რა იცი? რა სილამაზეა ამ ძერაში? მოიცა. შენ ამ ძერამ რაღაც მეტისმეტად დაგაღელვა. იცი რა. მიდირა? სიყვარულის ძმა. სოფლიდან ჩამოდი. დიახ, სოფლიდან. ინსტიტუტში შედიხარ? ინსტიტუტში აგრონომია. სწორედ თქვენ გირდებით. მე? ჟურნალისტად უნდა გადაგიდე. ჟურნალისტები? ჩავიდეთ აი იქ. არა, მე ვერ დამოლ, მე პროფესორს ვილოდი. არაფერია, გოგონა, ერთი წუთი, გოგონა. გადაგიდე. აი აქ. არა, შემიძლია. ციგნი ხელში. აი, ასე. არა, შემიძლია. არა, ასე. მოიქია. გაიგებთ, გოგონა? ლევან, შოთაგანზე ვიდე. მარინე. შოთა. მარინე. ოჰო, აი თუ ნორმალმა მღერავჩიძე მელაპარაკებოდა ფინა. სახში მიდიხარ? პროფესორს ელოდება. დიახ, პროფესორს. პროფესორ? არა, ბიჭიკას ველოდები. აი ისიც. ნახე, მანქანა უყიდია. არ დამხარ. მოდი. ლევან, შეიარე ჩემთან სამსახურში. უთხარი, შენებლობად წავედი. მოიცა. იცი რა. მიდირა სიყვარულის ძმა. ფრინდა ქორია, ფრინდა. უკვე 9 საათია. მესამე ღამეა შოთა 100 ადრიანში. დედა თამარ, ძერას ამბავი ჩეხოვის თოლიას ამბავს მაგონებს. თქვენ ყოველთვის აზვიადებთ ჩემო ლევან. თუმცა არ დგასაკვირია, თქვენ ცოტა რომანტიკოსი, ცოტა ლირიკოსი ბრდანდეთ. რეალისტი? მხოლოდ რეალისტი. არა, მე არ მინდა თქვენ აგაღელვოთ, მაგრამ ჩემი ვალია, როგორც შოთას მეგობარმა, გითხრათ სიმართლე. თქვენ როგორც დედა, ბედნიერი ვიქნები შვილის ბედნიერები. დედა თამარ. არა, მე კარგად ვიცნობ ჩემს შვილს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ გადამწყვეტ ნაბიჯ ცხოვრებაში ჩემი შოთა დედის რჩევის გარეშე არ გადადგა. დედა! შოთა! აი ჩემი მარინე. დედა თამარ. მიულოცა.
კაცო, შეიძლება? ხვალ გამოცდა და ჩათაბარებელი. მარინე გერას, აიღებ ბილეთი. ნომერი? 13. ოშაძე თენგიზი. დაიწყეთ? ერანი მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის სვალს უკეთესად, როდესაც თავისი ქვეყნისა და ხალხის უკეთესად ემსახურება. მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეუძლია თავის ხალხის უკეთესად ემსახუროს, როდესაც კარგად იცის თავისი ხალხის ცხოვრება და ღრმად ჩასწრება მის ჭირვადა. საკმარისი. თავისუფალია. გამოიჩინე. სანიკიძე ნათელა. მოგიღებს ბილეთი? ძველი ქართული ლიტერატურის მთავარ თემებს ქალვაშის სიყვარული, გრაინდულ გმირული თავგადასავალი და რელიგიური განცდებით შეადგენს. ზორია. რა დამახასიათებელი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში? ვაჟას შემოქმედებაში ყველაზე უფრო დამახასიათებელია ბუნების ყველა საგნისა და მოვლენის საყოველთაო გასაცდელი. საკმარისი. თავისუფალია. მინდა ქჩეკიდე? ფერაძე მარინე. მოგდანდით? დაიწყეთ. ხომოიფიქე. ნუ მესამე როგორც ხედავთ თქვენ ბილეთი არ იცით. რა შეგიძლია გითხრათ გამოჩენილი რუსი მეცნიერი მიჩურინის შესახებ? გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი დაიბადა ქალაქ მიჩურინში. თქვენ გინდა ვთქვათ, რომ მიჩურინი დაიბადა ქალაქ კოზლოვში? დიახ, ქალაქ კოზლოვში დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი. მიჩურინი. დიახ, მიჩურინი დაიბადა 1855 წელს დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. შემდეგ გალაკ. ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი დაიბადა 1800 ჩვენ უკვე ვიცით, როდის და სად დაიბადა. დიახ, ჩვენ უკვე ვიცით, როდის და სად დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. მიჩურინმა სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. დიახ, სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. შემდეგ სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი სხვას რა სიტყვით სხვას? სცენარეთა შერჩევის გზით ანტონოვმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ვაშლი მიჩურინის ვაშლი გირვანკანახევრიანი ნახევარგირვანკიანი მიჩურინის ვაშლი ეხლა დამშვიდით. უკეთ მოემზადე და მომავალ ჩაგვაბარეთ. დაწვათ. ვაშლი მიჩურინის ვაშლი. ეს მიჩურინის ვაშლი კი არა, ჩემი ვაშლია, ჩემი. ეს მიწირი გელდა. ვაშლი დაკი. აჰა, აი. აბა გავიგოთ ვინ გახდა სოციალისტური შტაბის მირიწოდება და გადაეცეთ ლენინის ორდენი და ოქროს მედალი ნამგალი და ჩაკუჭი. ქორიძე, შალვა ისიდორე. ქორიძე. ეს ხომ ჩვენი სოფლიდანაა. მეურნეობის ბრიგადი.
შენ რა ქვია? მარტინ დედა მაგასაში ჭიჭინაც დახი. როგორ? ჭიჭინა? დიახ. არა დედა მე თამრი გქია, თამრი. არა ჭიჭინა. არა მე თამრი გქია, თამრი. სუჩუმას აბაყული დაგვდი. მარინე გიორგის ტახტი. სოფელ ნაგომარის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის მერგოლი. ეს ხომ ჩვენი ჭრიჭინა? ჭიჭინა? სოციალისტური შრომის გმირი? მაგო იქებშებდომა. ხომ გაიგონე? ფერაძე მარინე გიორგის ასული. ბრძანებულებაში შეცდომა არ შეიძლება. დამჯერებელი არაფერი არ არის. მომილოთა შემოდაიგონი. დაიგონი ჩემო კარგმა მეგობარმა მიიღო სოციალისტური შრომის გმირობა. მე მაგ გოგოს თავიდანვე შევამჩნიე რომ ერთი სიტყვით დღევანდელი სადილის მიზეზი მე კი არა ჭრიჭინა იქნება. მამიკო, აი თუ მე რატომ დაფრინავდა გუშინ სიხარულისაგან ჩემი ჭრიჭინა? იცოდა ეს ამბავი და დაგვიმალა იმეს. არა, ჭრიჭინა მშვენიერი გოგონა. გულკეთილი, თავდაბალი, ნიჭიერი. 19 წლისა და უკვე სოციალისტური შრომის გმირი. რასაც იცხოვთ ჩავიჭერ. ჩაიჭერი. რა ვქნახლა? თავს ხარ მოვიკლავ არა? წარმოვიდგინეთ წინ. ერთი ჩემი მეგობარი ხდება ჩვეულებრივ გოგონას. შეიხმარებს. გადაწყვეტს მის შექმნას. მეორე დღეს ამ ჩვეულებრივ გოგონას ენიჭება სოციალისტური შრომის გმირობა. არ არის ეს გასაოცარი ბედი? საინტერესოა ვინ არის ამ გასაოცარი ბედის პატრონი. მალე გაიგებთ ვინც არის. ლევან, თქვენ დღეს რაღაც რებუსებით მელაპარაკეთ. ამ ბოლო დღეებში ჩემთვის ყველაფერი რებუსია. ირა, შეგებე, გმირი ქალი კიდეზე ამოდის. სამშობლო მარილე. ჩვენ სახელოვან მარინეს გაუმარჯო. ეს მაგო გეგონა ვერ გავიგებდი. მოდი. მადლობა. მოგაიგე. შიხრა ამბავი მოგვიტანა. ყურადღება. მე ვიმოძეთ გადავიღო ჩვენი სახელო. არა. ხოლო სადიმო კაბაში. ხარში. ჭრიჭინა. აბოთან თქვენი გამოიცვალე. ტელეფონთან. ალბათ ლევანმა უთხრა, ჩემი და შოთას ამბავი. რამდენი მასინე? ნონა, მოგწონს ეს გოგონა? რა მოხდა? სოფლიდან ჩამოსული ჩვეულებრივი გოგონა. ეს ჩვეულებრივი გოგონა სოციალისტური შრომის გმირი გახავს. მარინე გიორგის ასული ფერაძე. მარინე გოგონა. მისი გმირობის ამბავი დღეს რადიომ გამოაცხადა. ხოლ გაზეთებში იქნება. აი თურმე რას მილოცავდი. ლევან, შენ აღარ ძალიან დაინტერესებული ხარ ამ გოგონაზე, მე არა, მაგრამ ჩემი მეგობარი კი. ახლა უნდა უთხრა სიმართლე. არა. მე მირჩევნია ვარსკვლავს ხედავდე ქალის ბუნკერზე. ვიდრე სისხლორეულ სივრცეში. მე უნდა გითხრათ რომ მართლაც. სალამ თქვენ მოგითხრობდეთ თქვენი გმირობის შესახებ. არა, მე მინდა გიჩვენოთ ერთი ფაქტი. ყურადღება, გამოვიძირათ. მარინე. შოთა კნაჰა. მარინე ძირფას. დედა ძალიან გახარებულია. დიდი სიხარული დილოცავს. ძალიან მახარებს შენი ამბავი. დაბატიე, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი გამოჩენილი ქალი იყავი. მე გამოჩენილი? არა, შოთა, არა. მოვდივარ. ახლა მოვდივარ. შოთა.
შენ სახელოვანი გოგონა ხარ. მე ბაბა მოშენი. არა, ბიდი, ირაკლი, მე არა. მოგრძანდი პატიჩეს ალექსანდრა ბიდი. ეს შემინათესა გოგონა. მაგის ამბავს ახლა მოგიწევ. მოგრძანდი. ტრიჯი, ეს შეჭადი. და დიხურ საფათულები გამოიცვალე. ტინა, მე არა ვარ, ტინა. გურე ბარაი. მოგდამინე. Devi elpide? Devi elpide? Marine. მარინე? მამიკო, ტრიჯი ნაარჩადარა. როგორ თუ არ სადარა? მარინე ბიჭიკოსთან ერთად მანქანის სოფელში წავიდა. სოფელში წავიდა? რაფერი არ მეც? როგორც ჩანს, ტელეფონით სოფლიდან რაღაცა ცნობია. ამბავი. და მოხდა. გარდაიცვალა დედია ელპიდე. დეიდა ელპიდე გარდაიცვალა? დეიდა ელპიდე. რატომ მარინე მარგვით ხრარაფერს? კეთილშობილი გოგონა. არ მოინდომა გაემწარებინა ჩემი დაბადების დღე. ნატო. დღეს უნდა წავიდეთ სოფელში. ტინა, გავგზავნე დეპეშა გიორგის. შევკეთეთ გვირგვინეთ. ნება მომეცით, გვირგვინები ვერ შევუკვეთო. მე თქვენთან ერთად მოვიდივარ. ნუ გეშინია ტიჯინა. კარგად მოემზადები და გამოცდებსაც ჩააბარებ. დეპეშა, ეპლოსკიდე, დეპეშა. მოვიწერე ხელი, ელვა დეპეშა. მოვეცით, ცუდი ამბავი, ხომ არაფერია. მე და ცუდი ამბავი. თვალებზე ბინდი გადავეხარა და მიგიტყე გენაცვალ. ხარეთრებლი დავსტირით ძვირფას ელპიდეს ხედა. ბრავო, ელპიდე მომწერაო, ჩემი ელპიდა. ვაი! ხარეთრებლი დავსტირით ძვირფას ელპიდეს ხედა. ой, ჩაებროთინე, აფერ მიხარ, დადა. უშითო გამიყოდა, ეტრა მოვიდა, ეტრა. ატალი ელპიდე. ამოხდა ბებინა. აგეთი შეფოსის არამბავია. კაკო, რაღაც ამბავია. გამოხდა რამბავი. ამბავია ნეტარი. იქოსია სხვა. Vai, me che sta Vai, Chandra! Vai, Nashida! Ara, facciami vedere no!
აქედან არის პროფესორია ირა Elbite. Çok harika. Marines sonuçlayayım torayı. Marines? Bayli bitti. Bebeğe gidip akşam kadar. Merak edin. Sana ince bir kirişina bebeğe. Asla. Ყველა სოციალისტია შეანგატილებს ვიზიაგირილი. რა ვიცი ვიზია. ყველა ტირონა და მე ჩავდირი. გიორგი, ნუ გასინია გიორგი, ყველა ცოცხალია. გიორგი. დამაგებინე ბოლოს და ბოლოს რა ჩნიათ საქმე. მე შენ გეკითხები ჩემო ირაკლი. ვის შემოუტანეთ ეს გვირგვინე? მაწვილო, რას ნიშნავს ყველი ეს? Txopt, მაპატიოთ, მაგრამ შოთა მეც მწარედ მომატყუეს. არ მოველოდი ამას მარინე. შოთა ამ ხნის კაცი ვარ და ასეთ ამას არც შემსწრები ვარ და არც გამიგონია სწორად. Τώρα გითხრა, არც მე გამიგონია ასეთი ამბა. ფიქრობდა ვერ გამიგია. რატო შეიძლება ჩემი ასე გამასხარეება? ერთმო, წავალ ბილეთებს ავიღებ, თორემ უკან არ გაგვატანონ ის გვირგვინები. ამას ვისხედავ. საიდან სადაო? რამდენი ხანი არ შეხვედრი ვართ ერთმანეთს. გამარჯობა არჩილ. იცნობდეთ, არქიტექტორის შოთა ნამორაძე. აგრონომი არჩილ დიდია. არჩილ, შენ თბილისში მოდიხარ თათბირს? თათბირზე არა. საოჯახო საქმეები აქვს. ქალს ვირთავ. მართლა? ვის ირთავ არჩილ? მარინე ფერაძე. მარინე ფერაძეს? სოციალისტური შრომის გმირს? როგორ? თქვენ იცნობთ თუ? მარინე ფერაძეს ვინ არ იცნობს? რადიო მის ამბავს ხვდება და გაზეთი. ოდიში, როდის გადაწყვიტეთ ეს ამბავი? თქვენას რატომ გაინტერესებს? დღეს გადავწყვიტე. მაპატიეთ? დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთი თუ? რა თქმა უნდა, დიდი ხანია. აბა როგორ შეიძლება ასეთ სერიოზული საკითხის უეცრ არ გადაწყვეტო? სწორედ. როგორ შეიძლება ასეთი სერიოზული საკითხის უეცრად გადაწყვეტა? ნახვამდის. ამი. ეს ვინ გამაცა? ვიცი. ეტავი რა მოუვიდა? ნობა ადვილად მიითვისე. ბებია შენიელვიდე მკვდრად გამოაცხადე. ერთი სიტყვით საქვეყნოდ გაიწვის სახე. არა, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. სიტყვა შენთან არ გადის, იქნებ ჩემამ გამოგასწორო. ჩემე მამაჩემ. ჩემო რა საგადისია? დადი მომხდი. ორდოდი და ხო შემათვალებმა. აკიხარი. გაგიჟდი ბიჭო. ნახში გიდა ჩაგდო. შენი ბრალია დედა ჩემი მგოგოს ასეთი ფუქსავატული არ გა. ძალიან კარგი გაზი. შენი გადრედილია და შეგეკავდა. ნუ გეწკიდება გიორგი და მარინეს სახლში შენ წაგეპასო. ჩემო ირაკლი, შენ კარგად იცი მარინეს დედა ადრე გადაეცა. შენზე სულ პატარა დამჭი. თავის მართლება რა საჭიროა? ისე მე მგონია იმ ამბების შედეგად
რაც გუშინ და დღეს აქ მოხდა, მარინე ყველაზე მეტად აისაჯა. დიახ, მარინესათვის ეს კარგი გაკვეთილია. ჩემთვის არის კარგი ობიექტი. არა მარტო თქვენთვის, ამ გაკვეთილიდან დასკვნა მეც უნდა გავაკეთო. როგორც კომკავშირის კომიტეტის მდივანმა და როგორც მარინეს ამხანათმა და მეგობარმა. თვით კრიტიკა მეტად სამართლიანია. თქვენ ფიქრობთ, ჩვენი საზრით, მარინე უეჭველად უნდა ჩაევას მუშაობაში. სწორია, არა თქვენი ჭირვით არა. ტყუილიც და ტყუილი. მე მგონია თქვენ ცდებით ბიძია გიორგი. აი, ნეტა ვიცდებოდე. შენ შეახცხვინე არა მარტო ოჯახი. შენ დანაშაული ჩაიდინე კომკავშირის. მეგობრების წინაშე დროა და ჭუა გმართე. შენი ასე ცხოვრება ყოველდღე შეუძლებელია. ჩვენ ველაპარაკებით და ეს კი შეაყარე კიდევ ერთში. იქნებ ფიქრობ შენ აქციას ვინმე გაამართლებს. მე არ მithქვი გამართლებს. თქვენიც მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. რომ მე გუგსავატი გოგო. მაგრამ თქვენ არ იცით აგრახტი. რაც შეწყვიტია. დედა გამიგებდა. შეთა მოვატყვი. დავგა საყვარელი ადამიანი. გდარია ჩემი გული. გადავდა ჩემი ცხოვრება. Izilām უნდა გაწყვიტოს ყველა მამაკაც. გამიგდე სახლიდან. ჩემთან წამოდი. ხუმიჩი ჩაისკრება. მე დაგეხმარები. მუშაობაში ეჩვევი და დარწიც გაქრება. ყველასათვის საყვარელი გახდა. მე ჩემთან წამოდი. ჩემთან ჯობია ჭიჭინა. თამაში იმდენი საქმე მაქვს. გუშინ ინკუბატორში პატარა ძილები გამოიჭიქა. უღლა. შეხომ გიყასდი და ჩემთან წამოდი ჭიჭი. პატარა ძილი. მარია. რეალასთან წადა. შესაძლოა მუშაობული ვიქნები. შეცხული და აღარ შევიძლია სახში გაჩერდა. ჭიჭინა, ახლა თუ ხოლმე დაგიყვანოთ ფერმაში. ბიჭიკო, ახლავე დამიყავოთ. აღარ შემიძლია სახში გაჩერდა. Ჭიჭინ. გაიგე. აიბიდე უკეთდა. Adică. Leșeli ușavi schiveli treia. დილის 6 საათზე გამოცხადები ადგილზე. გააღებს საკაცნე. უპირველეს ყოვლისა სასმელი წყალი. ძველი უნდა გადაყვარო, ახალი დავა. დარეცხავ ჭურჭელს და მისცემ დილის საკენს თუ არა, გამოხვედა საკენს. იატაკი კარგად უნდა მორეცხო ყოველდღე. კედლები კვირაში ორჯერ წირით უნდა შეასრულო. აი აქედან იწყება შენი მუშაობა. აქ 500 ტიტილია. 500-ვე სანაშენო ფრინველად უნდა გაგასწრო. იცოდი ამას აბსურდო უნდა დაემართო. თავით კი არ უნდა დამოწილდეს. ჩამიბარებია შენ. აბა, შენ. დილის 6 საათზე არის. იატაკი მორეცხი. კვირაში ორჯერ კედლები კირით შეაკეთე. ინი როდი დაიზრდები?
არც თავი არ უნდა აქციხდეთ, არც სურდო არ უნდა დაგემართოთ. გესმის? თქვენ დედა არ აკეთებს, ხო? თქვენ ინკუბატორში გამოჩეკიდები ხარ. ო, ტრიტინა. ო, ტრიტინა მოტრიტინებულა. მერენა, იტრიტინე, სიტრიტინეს ეს უწაჭიჭინე. შუმა დახმაურობა არ შეიძლება. დადი, თქვენ საქმეს მიხედეთ. დადი. ამას სურდო არ დაემართ. მარინე. როგორ მაგანატრით არის? საგამოსწრია და კიდევ მუშაო. რა დრო გასულა? შენ არ ამბობდი, ეს ადგილას გაჩერება არ შემიძლია. ეს მაშინ. ახლა კი შენ კარქალობაზე მთელი სოფელი ლაპარაკობს. კორესპონდენტი იყო შენთან? კი. კაცნების ხელში სურათიც გადამე. შენი ბრძანებელი მოვიდა. დამები გოგოებს. გიარა. რატომ ხდება ასე რომ ადამიანი ზოგჯერ ხელს უშლის საკუთარ ბედნიერებას? არ მესმის რაზე ლაპარაკობ. აბა რა გამოდის? იცით იტანჯება შენ აქ. არ უნდა მოეღოს ამას ბოლოს. რა? ჩვენი შეხვედრები მუდამ ჩხუბით თავდება. ალბათ არ იყო. ასეთი ჩხუბი ზედმეტი სიყვარულის ბრალი. შენ ასე ფიქრობ? არა ვარ მართალი? როგორ წვი? დავალ ძილებს ახლა. შენ აგრძანდები? ახლა ხომ არ გამოგაგდეს აქ სამჭირო მოყვები. ხილი მოგიტანე. რა ყურადღებიანი ვძანდები.
გამარჯობა წიწინა. გაგიმართ, ბიჭიკო. ბიჭიკო, მე ხომ გიჭირა სკრია მაშინ. უგოსგენა სარდისაგა ძაღლი კაც. აქ ცეცხლი, ქარიშკალი, ბრიგალი მიტრიალი. მე რა ვარ, რაც გულში გიძა. რამდენჯერ დააპირე, მაგრამ ვერ გავდექი. რა არია გაუბედა? შენ გადაჭრი დაუშვი საკითხი. ან ხო, ან არა. ნუვეცე. ან ხო, ან არა. გრიალა. ვეი, გრიალა მომიწმინე. რა უნდა მოგიწმინო ამჯერად? გრიალა მომიწმინე მეტად სერიოზული საქმე მაქვს. საქმე? რა საქმე გაქვს? გრიალა ცეცხლი მეკიდება. ცეცხლი გეკიდება? მე და ყარი დაილია ამ ქვეყანაზე. გრიალა, შენ ხუმრობ და ვერ წავდნია მოდენა კაცი. აბა, როგორ ჩამოხმი შესაძლოა? გრიალა, მომიწმინე, თორე. არ ვიცი რა ხიზარ. რაც კი ნაიცქენ. დედა, რა ფაშინებ ნეტა? ასე ხომ? ბიჭიკო, რა შვები? აქ ვიქნები, სანამ არ მომისმენ. მაინც ცეცხლი გეკიდება და წყალი ჩააკრობ, ვიყავ მოგიხდება. ვიქნები. უნდა ვნახო ერთის თანამიდგები მან. ბიჭიკო, დაიხურე ქოლგა დასმევდები. შენ გული კი არა? მაგაც, ხა? ბიჭიკო, რა მოხდა? არ მეტყვი ადამიანო? ბიჭიკო. გრიალა, მიყვარხარ. რამდენი გითხარით რომ აქ შემოსვა არ შეიძლება. ეს არის შენი საბალოობა. დია, ხვიდე დავას. თავმჯდომარის განკარგულება. ფერმის გამდის რეზოლუცია და შენ ვინ ბრძანდები ისეთ რომ კატოს აბათო. რაიქოვში გიჩილა ბიჭადა, რაიქოვში. ამხანაგო ნუხმაურო. ქათმის ნერვებს ნუხი. ქათმის ნერვებს უხსნები ადამიანმა რა დააშავა ერთი მიწარი. რამბავი. ამხანაგო თავმჯდომარე. ფერმის განკარგულებას არ ასრულებს. თავრობის დადგენილებას არ ემორჩილება. სანაშენო ფრინველს აბაზობს და გეგმას. იტილები გავატანებ? დახო. სანაშენო ფრინველი გადატანებ და ამხანაგო ისიდორა, საყვედური სამართლიანი. ამხანაგიორი. შვიდობა აკავრობას და ტიტილები ჭირვან გამიწედა. ქათმის სიცეული მელია შეეცდა და პროგრამი ჩანაგა და ახლა ყველაფერს ხორ გაითვალისწინებს და ირის დასახოსა და მელიების შესაქმნელად არ ვდის ჩვენაც სანაშენო ფრინველი. ველებარ ვახმანი ამას. მოიცე. მარინე, სანაშენო ფრინველი უნდა გავატანო. ორფეხა მელიებში აჯამონ, არა? მაგის წინ უგეთექება. ახლა ახალი ფერმის გამდევყავს და თოფიანი დარაჯი. ჩვენ ქაფერს ახლა მელიებში ვაჭმე. მეზობელი გოგმეურნეობა, უნდა დავეხმო. არა, მე მაგას ქათმებს არ გავატან. ეს ვიყოფილ. მამა შენი გეუბნება, ქათმე მიეცე და შენ მე უას მეუბნები? ქათმები ჩემი გაზდილია და არა მამაჩემი. ამხანაგო მარინე, ქათმები შევარჩიე და თქვენი ხელის მოწერაა საჭირო. იმათ დარჩეული ქათმები და მე კი ხელცელიერი გინდა გამისურა. იმათ იციან ქათმების მოზა, ახანაგო, ისიდო. ახალაგიერი. ისალე რა. თუ გაცხარ ისალე რამე თან პირდაპირ გავდიჯდებ. რა უხნა? პასუხის მგებელი აქ მარინია. ეს ორი დღეა შეგულებაში ვიპოვებ. მაშა სადემე უას მეუბნები, არა? დია. დიდი მადლობელი გახავთ. დიდი მადლობელი. აჰა, შილო. მამა, დავსწრებოზე გამოცდები როდის იწყება? გამოცდები შილო? იანვარში დაიწყო. ძალიან გამახარე შილო, ძალიან. ჩემზე კი ხარ ალბათ გულდაწყვეტილი, ხომ? გულდაწყვეტილი? რატო, მამა? ხშირად ვერ გნახულობ. რა ვქნა შილო? საქმე არ მიშვებს. ახლა კიდევ კულტურის სახის მშენებლობა დაიწყება და? დაიწყება? ო, პროექტი გუმზადყოფილი.
რა რას ამბობენ? კარგი პროექტიაო. პროექტი. ელბიტა სიგდირის ამბავი თუ არა აურდაურია მაცილმა. აი გამარჯობა, თქვენი გოგოებო, აი გამარჯობა. გამარჯობა. ვინა ის ახლა მართალი? ხო. ვინურჩია ჭიჭინა ფერმაში წამოსვა. ვინურჩია? რა იყო ბიძეკირილი რა ამბა? ნახეთ. ჭიჭინა ხასმებმა დიდ გზაზე გამოიყვანეს. ჭიჭინა. მისი სურათი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჟურნალშია გადაიზრდა. ეს პროექტია. დედათამა, სახშია? შოთას თანახმად საპროექტო ბიუროს შევია. იქ გავიგე რომ? არა, საფრთხეგონია. ადამიანმა ამდენი ისრომა. ასეთ შესაძლებელი პროექტი შექმნა და მისი განხორციელება სპას მიანდო. კიდევ რაც ვერ. შენ თვითონ რატომ არ მიდიხარ პროექტი? რატომ არ მიდიხარ ნაგობარში? მე არ მისმის შენი მოქმედებაში. მე ასე მიმაჩნია საჭიროდ. მე კი ვიცი რატომაც არ მიდიხარ. მაინც რატომ? ამასთან შეკვადრად წერიდები. არ მესმის რაზე ლაბარაკობ. ამაზე ლაბარაკობ, შეხედე. ეს ხომ მარინეს სურათია. შოთა. შეხედე რა კარგად არის გადაღებული. არ მაინტერესებს. მართალს მეუბნები? მაინც რა თუნდა მაინტერესებდეს გათხოვილი ქალის ამბავი ან და მისი სურათი. შენ არ გითხოვს შემთხვევით რომ მარინა გათხოვდა? მე კიდე რა კიდე? ის რომ დედის თავს არაფერი გამოებარება. მე კი გეუბნებით რომ ის ქალი ჩემთვის აღარ არსებობს. დავიწყებულია. ფიფსინ წავს ბოლო მაკვირვებს. მაინც გადაინახე შენ ეს ბოლო. მასზე ვინც დავიწყებულია, ასე აღელვებით არ ლაპარაკობ. ჰა. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ ის ქალი ჯერ კიდევ მიყვარს? გაურბი ვარ მასთან შეხვედრას. მივდივარ ნაგომარში და მიმაქვს პროექტი. გარდა საგეგმო მოცემულობისა, რაც დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პროექტში ჩემს მიერ დამატებულია ღია თაღოვანი კოლონადა, რაც უქმნის შენობას მარჯვენა და მარცხენა ფრთებს და ძირითად ნაგებობასთან მისასვლელ ხურდონერს. როგორც იცით, შენობის სიმეტრიის ღერძზე, მოედნის ცენტრში დაიძმება ლენინის მონუმენტი. რა დაჯდება ჩვენი კულტურის სახლი? საპროექტო ღირებულება შეადგენს 3 მილიონ მანქი. ხოსტა სადიქნება ბიჭია, ხოსტა. ხოსტა გასაგრული არა. მე რა მოხდა? ჩამოვიდა და გესმიდი თბილისში. შოთა ჩამოვიდა? სინსილამ უნდა გაწოდოს ყველა მამაკაცი. მე რას მერჩი? შენ არაფერს, მაგრამ ის გოგო მეწოდება. კიდევ უყვარს ის არქიტექტორი. მე კი ნამდვილად იცი, შოთას ჭიჭინა უყვარს. აი, რა დაუვარდა მანქანაში. შეხედე? ჭიჭინას სურათი. აბა? უნდა ნახო, აუცილებლად უნდა ნახო. ის არაფერს შუაში. მე ვარ ყველაფერში დამნაშე. უკვე 3 საათია მატარებელი 6 ვეგარი. ახლა თუ არა, სხვა დროს თალინაშევდნენ ერთმანეთს. იცოდე შოთას ჩამოსვლის შესახებ არაფერი წამოხდეს, თორემ არ წამოყოლა ხო? ვიტიკო, გამარჯობა. სოფელში მალე დაბრუნდები? ახლა მივდივარ სადგურზე, არქი. არქივი მიდის თურმე თბილისში. კრიალა, მოდი ბიჭიკოს გავყვები. რაღაც ირმას ჩამესატანი ბებიასაც ნახავ და ამ საღამოს დავბრუნდი. დადი ჭირიჭინა, დადი. ამაღამათი დარჩი თუ გინდა. შენ საქმეს მე დავაჭირე. წამოდი. მეგობარო, მარინე ფერაძესაც ვერ ვიმასწავლით. მისი სახლი ვიდალჩის პატივცემულო, მაგრამ ახლა ვერ ნახავთ მას. მანდარის პლანტაცია გექნება. ვერ ვიმასწავლით მანდარინის პლანტაციას. როგორ არა? აგე რას მოულფეხით დაბიტია. კაპდაგებით ასე პირდა. როგორც კი გაივლით ხიდს, მოუხდეთ მას. მერე გაივლით 1 კილომეტრს, შეხვდება დიდი მუხა. მოუხდეთ მასხრი. მერე შეხვდება დაღმართი. აივლით ამაღლარს, ჩაივლით დაღმართს. მერე გაივლით ასე 2 კილომეტრს და ის ყველა მიგასწავლის პლანტაცია. თუმცა მე წიკლივდივარ და წამოყვეთ. ორჯერ. მარინე, შეგიხმობა ჩისიდან არის. კიდევ კორესპონდენტია? უფრო დიდი კაცი უნდა იყოს. ობდან გაიცანი. სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგის სასული ფერაძე. თქვენ ბრძანდებით მარინე გიორგის სასული ფერაძე. დიახ, რიჩი მინდია გემსახურა. მე მოვედი თქვენს შესაძლებლად. ერთხელ უკვე ჩემთან რადიო კომიტეტიდან იყო. არა, რადიო კომიტეტიდან არა. ხო. ჩვენი კოლმეურნეობა წელს
სარეკორდო მოსავალს მიიღებს. ჩემი გამოცდილება მე მინდა გაუზიარო. ბოდიში. თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა გვინდა. ჩემი სიმღერა. მე ხომ ისი არ უმღერი რომ ჩავწერო. ნუ მოწყობ, თქვენ ძალიან სასიამოვნოა მაგას. არა პატივცემულო, თქვენ ვცდებ. არ გამაგონოთ. მე თქვენ ერთხელ მოგისმინეთ. აუცილებლად უნდა იმღერ. აქ მგონი ისევ რაღაც გაუგებრობა. არავით არ გაუგებრობა. გონი თქვენ თვითონ ჩამაწერინეთ. მარინე გიორგისასული ფერაძე. სოფელი ნაგომარი. რაღაც შერქმეული სახელის კი მითხარით, არ მახსოვს. ალია თუ ხარაბუზა. არავით არ იკალი, არავით არ ხარაბუზა. ჭრიჭინა პატივცემულო. სწორედ რომ ჭრიჭინა, დიახ, ჭრიჭინა. თქვენ კი გაუგებრობა გეგონათ. აბა მოიგონეთ. აბადელი დელა. სწორედ გაუგებრობა. თქვენ ეთით ჩემს ამხანაკს. ისიც მარინე გიორგისასული ფერაძე გახლა. აი ეს გახლავთ მარინე ფერაძე. თქვენ ახართ ჭრიჭინა. მართლაც რომ სასიყვარულო სახელი შეურქმევიათ. დიახ, მე გახლავთ მარინე ფერაძე. დიდად სასიამოვნო დიდად. მე მოვედი თქვენს ჩასაწერად. ჩემს ჩასაწერად? დიახ. არ შეიძლება ხვალისთვის გადადო. ის რის გაკეთებაც შეიძლება დღეს ხვალისათვის არასდროს არ უნდა გადასცო. დიმიტრი, მომზადე ჩასაწერა. რომ დავსკვათ მომზადებლად ასე უეცრა. არაფერი. ილაპარაკე უბრალოდ. ჩვენი ფერმის შესახებ, შენი მუშაობის გარშემო. მოდი ვეთქვი იმას, რასაც ხარ ჟურნალაგანების კორესპონდენტი. ძალიან კარგი. ბოდიში, მე მინდა ჩავწერო თქვენი. ვისი პატივცემულო. თქვენ კი ამბობდით ხვალისათვის გადავდოთ. შეიძლება დაიწყო. დიახ. სოფელ ნაგომარის ლენის სახელობის კოლმეურნეობის მეფრინველეობის ფერმაში მუშაობა დაიწყე ამ დღეს. ბოდიში, თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა გვინდა. ჩემი სიმღერი? დიახ. ვის რას უნდა ჩემი სიმღერა? ჩვენ რესპუბლიკური ოლიმპიადისათვის ემზადებით. ხმები უნდა შევარჩიოთ. თქვენ ალბათ თბილისში მოგიხდებათ წამოს. თბილისში? დიახ. არა, მე ვერსად ვერ წამოვალ, ვერსად. ერთ კვირაში ინკუბატორში წიწილები გამოიჩეკებიან. იმათ ხომ მოვაჭირდებათ. ყველგან ამდენი საქმეა. სიმღერისთვის შეიძლება რომ მოვაწვი. მაშ თქვენი საზრით სიმღერა საჭირო არ ყოფილა. რა ვიცი, როცა მღეროდი? ყველა იმას მეუბნებოდა, რატომ მღერი და არ მუშაობოდა. ახლა კი არა, ჩემო კარგო. შრომა უსიმღეროთ ისევე არ ვარ და როგორც სიმღერა უშრომოთ. უნდა იმღეროთ. არა, ვერ ვიმღერებ პატივცემულო. არა. ხო. ვერ ვიმღერებ, არ შემიძლია. არ შემიძლია პატივცემულო. ამშვიდით დაწნან. არ შემიძლია. დაგელოდები. ჭრიჭინა გიჩქოს აქვიანდება უნდა წახვიდე როგორ. კი, მაგრამ ეს რა სიტყვის? არაფერია, მიაუხდი შენ წამს. ეს როგორ? წავიდა? დიახ პატივცემულო, სახლში წავიდა. იცი ძალიან ღელავდა. ის ახლა ვერც კი ჩასწერდა ვერაფერს. მართლაც რომ ღელავდა. პატივცემულო, იქნება მას ჯობდეს თავისთან ჩასწეროს სახლში. კარგი აზრია. რა სიტყვით ამხანაგო დავით? ჩვენი კულტურის სახლს რაიონში სახლი ვერ აჯობებს. თქვენ საწყენად არ მიიღო და მე მგონი მეზობელ კოლმეურნეობაში უკეთეს სახლს აშენებენ. ნათქვამია უკეთესი არ დაილევაო. ვიცნობ იმათ პროექტს. არჩილ, მოდი ნახე რა პროექტი ჩამოგვიტანა ჩვენმა არქიტექტორმა. გაიცადით, ჩემი მოადგილე, კოლმეურნეობის უფროსი აგრონომი. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. ეს კი ჩვენი ბრიგადირი, სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგისასული ფერაძე. მარინე გიორგისასული ფერაძე? დიახ, ჩემი მეუღლეა. თქვენი მეუღლე? დიახ. აი. რა გაგიკვი? მე კი მეგონა რომ ხოხედა ვიდია რა ცუდია რომ ერთობაში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგისასული და ორივე ფერაძე. პირიქით მეგობა რომ ეს ძალიან კარგია რომ ამ სოფელში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგისასული და ორივე ფერაძე. ამხანაგო გიორგი. იოდ ჩვენი არქიტექტორი
რაღაც ცნაური კაცი. გიორგი, შენი არ იქნება, შენივე მანქანით, შენივე ქალიშვილი რომ მომტაცო? მართალი გითხრა, მაწვიდი არ დაიწუნება. ვინ იყო? მე მგონია თვითონ ხაჯი იჯდა საჯესთან. დიდი გასოლოძელი არის. ახი დაბრუნდი ბებია? ეს თუ შემოვიდნენ რაღაც მითები მაქვს. არა, არ გაგიშლე. დალია რომ მოყვედი დღეს სტუმარი გვეყოლე. ის ახალგაზრდა არქიტექტორი. მოდიში. თქვენ ხომ არის ის არის მარინე ფერადი? მარინე? დიახ. თქვენ შუთა მარინე სუთია დავიდა. წავიდა? დიახ. სოფელში დავიდა. თქვენ მას სახში ნახავთ. სახში ნახავთ? დიახ. დადის. მადლი. დამიშველება. როგორ უნდა შევხვდე? უკვე კიდე ერთი ამოდის. მე გული როგორ მიწე? გავიქცე? არა. რაც იქნება. დავხუჭავ თავს და ვეთყვი. გთხოვთ მაბადიოთ ჩემი საქმე. გაპატიებთ ხოლმე მაშინ თუ იმღერებთ. გეგონათ ვერ გიპოვიდით. უნდა ვიმღერო? დიახ. კარგი, ვიმღერებ. ხოლო რაც შეიძლება ჩქარა. ძალიან კარგი. მაგრამ სიმღერის ჩაწერის დროს აჩქარება არ გამოგვარდება. დიმიტრი მარინე. თქვენ მოჰკალი ძე. მე არ ვიცი რა მოვკალი. ქორი არწივი ძერა, მაგრამ მარინე. მარინე, მოვედი შენ სასაყვანად. ჩემ დასაყვანად? დიახ. არა, შუთა მე დღეს ვერ დამოვა. ხვალ? ვერც ხვალ. როდის მარინე? როდის? ზეგ გეტყვი როდის? ზეგ?